ამ ორი ავტომობილიდან მაინც რომელს ერჩევდი? მე ავირჩევდი პორშეს. შენს პორშეს ერჩევდი? პორშე უფრო გირჩევნია თქვენ ახალგაზრდებს ვიდრე ეს? დე. მე მაგალითად პირადად მე ამას ავირჩევდი, იმიტომ რომ მე მაინც პენსიონერი ქალები მომწონს, თქვათ. და პენსიონერები უფრო ჩაეტევიან აქ, ვიდრე ხო ესეა? დე. აქედან გამომდინარე, დათო, ამის ფასი რა არის? ბოლო ფასი რო იცოდეს კიდველმა. ბოლო ფასი $80,000 ბატონო გელა. ამ ავტომობილზე ბოლო ფასი გვაქვს $80,000. ეს ღირს $80,000, დიახ. ის ღირს $65,000. დიახ. მაშინ რატო ამბობ, რომ ის მირჩევნიაო, ის უფრო იაფია? მე ეს მირჩევნია? შენ ეს გირჩევნია? მოდი ესე გავაკეთოთ. გავყიდი. მოდი ესე გავაკეთოთ. ლუკას ან და იმას მერაბის. ვაყიდიოთ ეს. და შენ იყიდე ეს. მე ამას ვიყიდი. ხო, კი ბატონო, ძალიან კარგი. დიდარი სიმაბრი ჩვენ ახლა ვეცადოთ, რომ ეს ორი ავტომობილი გავაცნოთ ადამიანებს, ამას ყავს თავისი მომხმარებელი. ვისაც ეს უნდა, არასდროს იმას არ იყიდის, მაგრამ ის, ვისაც უნდა, ამას არასდროს არ იყიდის. აქედან გამომდინარე, ყველა ავტომობილს ყავს თავისი მომხმარებელი. აქედან გამომდინარე, დღეიდან უკვე ეცოდინებათ, რომ აი ეს BMW არის საუკეთესო, აი ვისაც კაბრიოლეტი უნდა, ქალბატონებისთვის, მსახიობებისთვის, ყველასთვის რა, ნებისმიერი ადამიანისთვის რა მნიშვნელობა აქვს მსახიობს და ეს Porsche კიდე, რა ვიცი, კიდე უკეთესი ხო? და დარწმუნებული ვარ, რომ ამას თავისი კლიენტი გამოუჩნდება. ხო ესეა ლუკა? აბა შენ იცი. შენ მითხარი მე შუბლიბაში მინდა წასვლა, ხო? აი ხო ხედავ, რომ ვიღაცებს ეგონა ლუკა უკვე ხო ხედავ პროფესიონალი გახდა, უკვე ახლა უყურე როგორ იქნება. დათოს უშვებ მშობლებაში. უნდა წავიდეს, ახალგაზრდა ბიჭია, შეყვარებული ყავს, მერაბისაც უშვებთ, ხო? მაგრამ ხო იცი ამათი მშობლება როგორაა? უყურე? პარასკევი, შაბათი, კვირა. გააგრძელეთ ბატონო გელა. შენ კიდე ესენი რო დაბრუნდებიან, მერე წახვალ. შენ იმ რატო გიტოვებ? იმიტომ რომ მარტო შენ უნდა იყო აქ და უნდა ელაპარაკო მომხმარებას. იმიტომ რომ შენ უნდა გახდე აი საქართველოში ნომერ პირველი მენეჯერი. გაყიდვების აი სუპერ ვარსკვლავი როა წიგნი, ხო იცი? გაყიდვების სუპერ ვარსკვლავს უნდა დაუწეროთ ლუკა. გისურვებთ წარმატებებს.